ჟურნალისტების მოძრაობა მზიას თავისუფლებისთვის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი, ზივიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, ეთერ თურაძე, გელამ თივლიშვილი და სხვები დღეს ბალდაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტში უკვე 600 დღეა უწყვეტი აქცია მიმდინარეობს კანიონის შესანარჩუნებლად. აქტივისტები სამეგრელოდან ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც ხვალ მზიამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. თვეში გახდა 2 წელი საბოლოო ჯამში მთლიანი პროტესტიდან. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ზოგადად ადამიანი თითქოს არ აინტერესებს არავის, რაღაცა ჯგუფები არიან, რომელიც ცდილობენ ყველანაირ სიკეთეს დაეპატრონონ, ყველაფერი კონდეთ თავიანთვის და ხალხი როგორ იცხოვრებს და ხალხს რა ჭირდება და რა უნდა არ აინტერესებს არავის. საბოლოო ჯამში მე რასაც ვაკვირდები სხვა პროტესტებთანაც საერთო ეგ არის, რომ რაღაცა რაც ყველასი უნდა იყოს და რამაც ყველას უნდა მოუტანოს სიკეთე, თუნდაც ჩვენი ბუნების ძეგლები და ჩვენი რესურსები და ასე შემდეგ. ამან ყველას უნდა მოუტანოს სიკეთე, მაგრამ სინამდვილეში ვიღაც ერთეულებისთვის, ან ვიღაც კორუმპირებულებისთვის მოაქვს სიკეთე და ამაზე ხმის ამოღების გამო გვსჯიან. თავარი რაც გვაერთიანებს და რასაც შეიძლება რომ ერთმანეთის მოსმენა გვინდოდეს და ხედავდეთ ერთმანეთის პროტესტში ყოფნის ძალასაც და გამოცდილებასაც და სურვილს ერთმანეთის მოსმენის არის უსამართლობა და ამ უსამართლობის მასშტაბი იმდენად დიდია რომ მიუხედავად იმისა სხვადასხვა თემისა იმდენად დიდია და იმდენად ერთია ამ პრობლემის თავი და ფორმებიც თუ როგორ ებრძვიან, თუ რა მეთოდებით იბრძვიან, ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანება. მოვედით ბალდაში, სადაც 600 დღე ადამიანები აპროტესტებენ და იცავენ საკუთარ სოფელში ამ კანიონს ვანდალური ჩარევებისგან, რომელსაც თითქოს ასაღებენ, რომ აქ რაღაცა საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელდეს. ამ ადამიანებს აქვთ განცდა ჩაგვრის, აქვთ განცდა უსამართლობის და აქვთ განცდა იმის, რომ სახელმწიფომ იმის მაგივრად, რომ გამოხატოს ადამიანების, დაიცვას ადამიანების ნება და დაიცვას ადამიანებისთვის ნორმალური სასიცოცხლო გარემო, პირიქით ებრძვის ამ ადამიანებს და ჩაგრავს მათ და ამიტომ ჩდება პროტესტი. პროტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იწვევს ხოლმე პროტესტს, არის უსამართლობის განცდა.